მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა იდეა მედიატექსტის სისტემაში. ჟურნალ გაზეთმა უაღრესი და უპირველესი მნიშვნელობა უნდა მისცეს იმ იდეას, დედა აზრს, რომლითაც თვითონ სულგმულობს, იმ გონებით მხედველობას, რომლითაც თვითონ უყურებს საგანს. ჟურნალისტიკის უპირველესი ქართველი თეორეტიკოსი ილია ჭავჭავაძე ამ მოსაზრებით არა მხოლოდ საქართველოს მოამბის საპროგრამო დებულებას განაცხადებდა, არამედ საზოგადოდ მასში გამოხატულია ჟურნალისტური მოღვაწეობის არსი, პუბლიცისტური ტექსტის უმთავრესი ფუნქციურ-ტიპოლოგიური ნიშანი. იდეა ბერძნული სიტყვაა და სიტყვით ნიშნავს იმას, რაც ჩანს. სახე, ხატი, ნიმუში. ეს საზოგადოდ. როგორც ფილოსოფიური ტერმინი, იდეა აღნიშნავს აზრს, მნიშვნელობას, არსს და ჭიდროდაა დაკავშირებული ცნობიერებისა და ყოფიერების ცნებებთან. ფილოსოფიის ისტორიაში იდეის კატეგორია სხვადასხვა აზრით გამოიყენებოდა. როცა იდეა განიხილება, როგორც მხოლოდ ცნობიერებაში არსებული რამ, იგი ნიშნავს გრძნობად ხატს, ცნობიერებაში წარმოქმნილს, როგორც გრძნობად საგანთა ანარეკლს. აზრი ან არსი საგანთა, დაყვანილი სუბიექტის შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებზე. ზოგიერთ ფილოსოფიურ სისტემაში იდეა აღნიშნავდა მატერიალურ პრინციპსაც, მაგალითად დემოკრიტე თავის ატომებს იდეებს უწოდებდა. ობიექტური იდეალიზმის სისტემაში იდეა ითვლება საგანთა ობიექტურად არსებულ არსად, ანუ ობიექტურ იდეად. ჰეგელთან მაგალითად იდეა ყველა საგნის აზრია და შემქმნელი, ვითარდება რა წმინდად ლოგიკურად გაივლის სტადიებს, ობიექტურს, სუბიექტურს და აბსოლუტურს. დიალექტიკო-მატერიალიზმში იდეა განიხილება როგორც ობიექტური რეალობის ანარეკლი. მედია თეორეტიკოსი, ისევე როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტი, პირველ ყოვლისა უთუოდ უნდა იდეის ლექსიკური მნიშვნელობით დაინტერესდეს და გაიაზროს იგი როგორც პუბლიცისტური ტექსტის ფუნქციურ-ტიპოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე. რისი ხატი, ნიმუში შეიძლება იყოს იდეა ჟურნალისტის შემოქმედებით არსენალში. იდეა როგორც პუბლიცისტური ტექსტის ზე ელემენტი, როგორც მას თეორეტიკოსები უწოდებენ, სხვა არა არის რა, თუ არა თანამედროვე რეალობის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის ან მოვლენის, ან პიროვნების, ზოგადად ობიექტური რეალობის შეფასების ავტორისეული ხატი, ნიმუში, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ავტორი მასობრივი კომუნიკაციის საშუალება მკითხველის შემეცნებაში. პუბლიცისტური იდეა სინამდვილის ობიექტური ფაქტებისა და მოვლენების ავტორისეული შეფასების კონცეპტუალური შედეგია. როგორც ჟურნალისტური პრაქტიკა ადასტურებს, პუბლიცისტური იდეა იბადება არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ პირველ ყოვლისა კომუნიკაციური ამოცანებიდან გამომდინარე. პუბლიცისტის უპირველესი ამოცანაა სინამდვილის ფაქტებისა და მოვლენების შესწავლა, გაანალიზება, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მაგრამ როგორც ცნობილია, ეს მხოლოდ შუალედური მიზანია და არა საბოლოო. პუბლიცისტურ ტექსტში არსებითია სინამდვილის ფაქტებისა და მოვლენებისადმი შემფასებლური, ანუ იდეური დამოკიდებულება. სწორედ ესაა პუბლიცისტური ხედვის, პუბლიცისტური აზროვნების ტექსტის პუბლიცისტური ელფერის განაპირობებელიც. სწორედ აქ იჩენს თავს აბსტრაქტული აზროვნების, როგორც ფაქტების შინაგან ლოგიკასა და საგანთა არსში წვდომის საჭიროება. რეალური ფაქტებისა და მოვლენების ამგვარი კონცეპტუალური შეფასების, მათი ანალიზის გზით შემოდის პუბლიცისტურ ტექსტში მისი უმთავრესი შინაარსობრივი ელემენტი, იდეა. ეს ზე ელემენტი, რომელსაც მას მისი გამორჩეული მნიშვნელობის გამო უწოდებენ. იდეური შინაარსის გარეშე ფაქტი იმ აგურს ემსგავსება, რომელიც ვერ მოხვდა შენობის კედელში. უპირატესად სწორედ იდეის, როგორც სინამდვილის ფაქტებისა და მოვლენების ავტორისეული შეფასების ფორმირებას
დასაბუთებასა და წარმოჩენას ემსახურება პუბლიცისტურ ტექსტში ყველა სხვა დანარჩენი შინაარსობრივი ელემენტი. იდეის როგორც რეალობის აღქმისა და შეფასების ავტორისეული ვარიანტის საზოგადოების შემცნებაში დამკვიდრებაა ყოველი პუბლიცისტური გამოსვლის მიზანი. ავტორის შემოქმედებითი ინდივიდუალობის ერთი უმთავრესი მახასიათებელიცაა და კომუნიკაციური ეფექტის რეალიზების გზა. მრავალფეროვანია იდეის ფორმირების, მისი შემოთავაზების ხერხები და მეთოდები პუბლიცისტურ ტექსტში. იგი შეიძლება იყოს ფაქტების უშუალო ანალიზის, ლოგიკურ-სილოგისტური მსჯელობის შედეგი. ბატონი ზაზა ფირალიშვილი ამგვარად აყალიბებს ფაქტის შეფასების საკუთარ ვარიანტს, რთული სოციალური ვითარების ავტორისეული გაგების აღქმის ნიმუშს. ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის სიტყვები, რომლებსაც არსებითად ყოველი თავისუფალი საზოგადოების ამოსავალ პრინციპად შეიძლება მივიჩნევდეთ. პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა არა იმ საზოგადოებრივი ნიღბის, რომელსაც როგორც კანტი იტყოდა ჩვენი პერსონის რეგულარობისთვის ვიშველიებთ, ანუ სინდისიერების ნიღაბს ამოფარებულნი მკვიდრდებით არსებულ სოციალურ სინამდვილეში, არამედ სწორედ რომ წმინდა პრაქტიკული აზრით, რადგან თავისუფალი საზოგადოება მხოლოდ სოციალური ზნეობის რაღაც მინიმუმზე შეიძლება დაშენდეს. ავტორი კონკრეტული ფაქტის მოშველეებით ასაბუთებს ამ ზოგად დებულებას. შიშველ პათეტიკას რომა დავჯერდეთ, ერთ ასეთ ფაქტს მოვიშველიებ. საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი დიდი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54% მიაჩნია, რომ ზნეობრივი ქცევისათვის აუცილებელია შესაბამისი სოციალური და პოლიტიკური პირობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზნეობა აბსოლუტური ღირებულება კი არ ყოფილა, არამედ ფარდობითი ვითარება, რომელიც შეიძლება ქმედითი ძალა იყოს და შეიძლება არა. იმის და მიხედვით, თუ როგორია გარემო პირობები. თუ ასეთი განზოგადება ცოდვად არ ჩაგვეთვლება, ვიტყვით, რომ როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება უარს ამბობს პასუხისგებლობა იკისროს იმ სამყაროს გამო, რომელშიც ცხოვრობს. საამისოდ მას ზნეობრივ ღირებულებათა რაღაც მინიმუმის დაცვა დასჭირდებოდა, უცილობელი და გარდაუვალი დაცვა, მიუხედავად სოციალური და პოლიტიკური პირობებისა. ამაზე იგი უარს ამბობს. ასეთი საზოგადოება ცხადია სამოქალაქო საზოგადოებად ვერ იწოდება. ბრძანებს ავტორი. როგორც ხედავთ, აქ თეორიული დებულება, ფრანკლინის მოსაზრება, რომელიც მას ყოველი თავისუფალი საზოგადოების ამოსავალ პრინციპად მიაჩნია, განიხილა თანამედროვე რეალობიდან აღებული კონკრეტული ფაქტის კონტექსტში. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად პარადოქსულია, მაგრამ ტრაგიკულიც, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ზნეობრივი ქცევისთვის აუცილებელია შესაბამისი სოციალური და პოლიტიკური პირობები. ამ ფაქტის ანალიზის ლოგიკურ შედეგად კი ავტორი გვთავაზობს საკუთარ კონცეფციას, არსებული ვითარების შეფასების საკუთარ ვარიანტს, მოდელს, ხატს, ნიმუშს. ასეთი საზოგადოება ცხადია სამოქალაქო საზოგადოებად ვერ იწოდებაო და შეუძლებელია საღადმოაზროვნე ადამიანი მას ამაზე არ დაეთანხმოს. იდეის ფორმირება ხორციელდება რეალური ფაქტების პუბლიცისტური გამიზნული შერჩევითა და მათი გარკვეული რაკურსით ილუსტრირების გზითაც. ნიმუშად გამოვიყენებთ იმავე ავტორის მიერ შემოთავაზებულ საერო ასკეტიზმის უნარით დაჯილდოებული ადამიანის იდეალს. ავტორი ამ იდეის არსს, მის ჭეშმარიტებასაც სინამდვილიდან მიზნობრივად შერჩეულ ფაქტ და განზოგადებით ამკვიდრებს. საერო ასკეტიზმის იდეა, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს ნებისმიერ საზოგადოებას. მას ემსახურებიან ის ადამიანები, რომლებიც ზნეობრივ რჩებიან, მიუხედავად ყველაფრისა, რომლებიც აშენებენ მაშინ, როცა სხვები ანგრევენ. ვინც ჭეშმარიტებას ეძებს მაშინ, როცა სხვები ახალი სოციალური დოგმატიკის შექმნით და საზოგადოების ხელახალი იდეოლოგიზაციით არის გართული. ვინც უჩინრად რჩება მაშინ, როცა პატივმოყვარე და ძალაუფლების მოყვარე უმეცარნი ქვეყანას იპყრობენ. ამგვარ სულელთა და გულუბრყვილოთა ცხადია
ჭალებში ეს ორი სიტყვა წყალობით არსებობს სიმართლე, რომელსაც ხვები სურთ თუ არა ეს ანგარიშს უწევენ. და ბოლოს სწორედ მათი წყალობით ადასტურებს ყველა საზოგადოება, რომ ღირსია არსებობისა. ჩვენი საზოგადოება მანამ იქნება ქაოსსა და ნებისმიერი ჯურის ტოტალიტარიზმს შორის მოქცეული, სანამ საკუთარ წიაღში ასეთთა პოვნასა და მოფრთხილებას არ ისწავლის. აქ თვალსაჩინოვდება სტრიქონებს შორის ქვეტექსში და ცხადია საამისოდ შემზადებული თვალებ და ყურებაცრილი მკითხველისათვის სამყაროსავი ძველი და მარადეული ეთიკური ფასეულობები. ჟურნალისტური პრაქტიკა გვთავაზობს აგრეთვე ფაქტებისა და მოვლენების შედარების, შეპირისპირების მეშვეობით ავტორის პოზიციის, მისი იდეური წამსის, ჩვენების პუბლიცისტურ ხერხს. გოგი ხარატიშვილის პუბლიცისტურ წერილში ვკითხულობთ. აზიაში უხსოვარი დროიდან როგორც წესი არსებობდა მართვა-გამგეობის მხოლოდ 3 დარგი. საფინანსო უწყება, ანუ შინაგანი ძარცვის უწყება, სამხედრო, ანუ სხვათა ძარცვის უწყება და დასასრულ საზოგადოებრივ სამუშაოთა უწყება. კლასიკოსები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ როდემდე გასტანა ამ 3 დარგის მართვა-გამგეობამ. ამას მკითხველი ალბათ თვითონ უნდა მიხვდეს. იმის თაობაზე, თუ როდემდე გასტანა ამ 3 დარგის მართვა-გამგეობამ, არც ავტორი გვეუბნება, ანუ წერს არაფერს, მაგრამ თუ რას უნდა მიხვდეს თანამედროვე მკითხველი, ძალზე მარტივად იკითხება ქვეტექსში. თანაც პოლიტიკური სატირის საკმაზით მოწოდებული იდეა სინამდვილის შემეცნების ეფექტური მიმზიდველი გზა მკითხველის ტექსტისადმი აქტიური დამოკიდებულების მასტიმულირებელიც. შედეგად ინფორმაცია გაცილებით დამაჯერებელი და სარწმუნო ხდება. ქვემოთ ავტორი კიდევ უფრო აკონკრეტებს და ასაბუთებს იმას, რასაც მკითხველი ადვილად ხვდება მარჯვედ ნაპოვნი ანალოგიის წყალობით. აკადემიური ინსტიტუტის დირექტორს ხელფასების მომატების შემდეგ თავისი ერთი თვის ხელფასით შეუძლია იყიდოს ერთი უზადო ვარდი ან 10 კილოგრამი ვაშლი. უმრავლესობა ამჯობინებს შეიძინოს პური არსობისა და შეძლების დაგვარად გადაიხადოს კომუნალური გადასახადი. აქ უპრიანია გავიხსენოთ აზიური მართვა-გამგეობის პირველი წესი, პირველი ხერხი, პირველი დარგი. ავტორი შესაშურად ნატიფი დახვეწილი მანერით ამყარებს კავშირს მოვლენათა შორის და გვთავაზობს ურთულესი სოციალური ვითარების ზუსტ ანალიზს. სხვაგან ოპოზიცია თვისობრივი გამიჯვისათვის ემზადება, მოითხოვს რეფერენდუმს, ხელშეკრულების დეზავუირებას, ხალხის აზრის ბრჭყალებში გათვალისწინებას, ყვირის იმუქრება, თუმცა საბოლოო ჯამში ორთქლის გამოშვების სტანდარტს ვერ სცილდება. აქ ორთქლის გამოშვების ცნობილი მოვლენის ანალოგიით ცნაურდება ოპოზიციის ღვაწლის, მისი ფსევდოდამსახურების ავტორისეული შეფასება. ზოგჯერ ავტორი ნაწარმოების ლიდშივე გვთავაზობს ეგრეთ წოდებულ ჰიპოთეზურ იდეას, რომლის დასაბუთება ან უარყოფაა მთელი შემდგომი პუბლიკაციის ტექსტი, მისი სიუჟეტური განვითარება. იდეის ამგვარად შემოთავაზების ნიმუშად გამოდგება ხათუნა მაისაშვილის პუბლიკაცია „შეიქმნა ქვეყანა დაუცველი და შიშველი და არ შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის“. ეს პუბლიკაცია იწყება თანამედროვე რეალობის ერთი მტკივნეული მოვლენათაგანის ავტორისეული შეფასებით. იდეოლოგია არ არსებობდა. იგი არც დღეს არსებობს. იდეოლოგია, რომელიც საფუძვლად უნდა დაძდებოდა ახალი ეკონომიკური ფორმაციის ჩამოყალიბებას, იყო მხოლოდ იდეები, საინტერესო, პრეტენზიული, ქაოტური, ურთიერთგამომრიცხავიც, არაორიგინალური, მხოლოდ ახალი ეკონომიკური ფრაზეოლოგია და ლექსიკონი გაამდიდრეს. ეს შეფასება, ანუ ჰიპოთეზური იდეა სინამდვილის კონკრეტული, რეალური ფაქტების შემოთავაზებით ავტორისეული განსჯისა თუ დოკუმენტური, ფაქტობრივი მასალის გეგმა ზომიერი, გამიზნული ურთიერთშედარებით საბუთდება და იძენს დამაჯერებლობას. ბოლოს კი ენდიქში, ანუ ბოლო აკორდში მეორდება რამდენადმე ტრანსფორმირებული, მაგრამ არსებითად დამაჯერებლობა შეძენილი, კატეგორიული ტონალობით. ეკონომიკური გადარჩენის სტრატეგია
კვლავ იდეაში უნდა ვეძებოთ. ასოციაციური აზროვნება, ნაცნობი მოვლენის ანალოგიით უცნობის რთული შეფასება ნაცადი ხერხია ჟურნალისტიკაში, ავტორის პოზიციის, მისი იდეური მრწამსის, მოვლენისადმი დამოკიდებულების გამოხატვისა. უკან დასახელი გზები ჩახერგეთ. სოხუმის დაცემის დღეებში ასე დაასათაურა ბატონმა აკაკი ბაქრაძემ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო პუბლიცისტური წერილი. ისტორიულ ფაქტთან ანალოგიის გამოყენება ყოველი ჭეშმარიტი განათლებული ქართველისათვის კარგად ცნობილი ფრაზა დავით აღმაშენებლის მიერ თქმული შთამბეჭდაობას მატებს თავისთავად ტევად მოწოდებას, რომელშიც მძაფრი ექსპრესიითაა გაცხადებული სიტუაციის ტრაგიკულობა, მისი ავტორისეული შეფასება. ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილში ფიქრები ვკითხულობთ. დღევანდელს განათლებულს ქვეყნებს თავის სამტრევად აქვთ მუშათა საქმე და თუ რომელიმე ფიქრობს და ცდილობს მუშათა ყოფა მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს იმიტომ როდი ვითომ უყვართ ისინი ან ებრალებად არა, სხვა ფიქრი ამოქმედებთ სამეფოში სამეფო აიცდინონ თავიდან. ასეთი სიყვარული ხომ არსენასაც გამოუცხადა ერთ დროს სომეხმა, როცა მან ფული მოსთხოვა ხმალა მოღებულმა. არსენჯან, ოჰ, შენს მხარბეჭს კი ვენაცვალეო. ალბათ შეუძლებელია უფრო სახიერად, შთამბეჭდავად, დამაჯერებლად აიხსნას იმ რთული სოციალ-პოლიტიკური მოვლენის არსი, რასაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მუშათა საქმე ერქვა და რაც ასე მარტივად ამასთან ჩვეული გენიალურობით შესძლო ვაჟა-ფშაველამ ლიტერატურული ანალოგიის გამოყენებით. პუბლიკაციაში ახალი ეპოქის დასაწყისი გერონტი ქიქოძე აანალიზებს ომის თემას, ომის ფენომენს და თავიდანვე გვთავაზობს განზოგადებულ შეფასებას. ეპოქის სიდიადე მარტო რიცხვით და ოდენობით არ განისაზღვრება. დიდი ისტორიული ეპოქა იმით გამირჩევა ჩვეულებრივისგან, რომ ის უხვად შობს ახალ ფორმებს და იდეებს. ქვემოთ პუბლიცისტი უფრო აკონკრეტებს სათქმელს. ომს გააქვს და შემოაქვს გრძნობები, ცნებები და იდეები. ამ მოსაზრებას, ომის ფენომენის თავისებურ შეფასებას, უკეთ ერთ ასპექტს ომის როგორც მოვლენის შეფასების ავტორი კონკრეტული ისტორიული ფაქტით, რეალური მოვლენის ჩვენებით გვთავაზობს. ჩვენ აღარ შეგვიძლია ისე გრძნობა და აზროვნება, როგორც წინა თაობა გრძნობდა და აზროვნებდა. ჩვენი სულის სიღრმეში ძლიერი მეტამორფოზები მოხდა. ჩვენი სული შეიცვალა, რადგან ის შეეხო საგანთა და მოვლენათა იდუმალ მხარეს. გამოაშკარავა ახალი, უცხო, შეუცნობელი რამ. ეს ახალი არ ეკუთვნის მატერიალური კულტურის სფეროს. ესაა ომის თავისებურება. მან გაგვაღარიბა მატერიალურად, გაგვამდიდრა სულიერად. ქვემოთ გერონტი ქიქოძე დასძენს. გუშინ ჩვენი ფილოსოფია პრაგმატული იყო, როცა ჩვენი ზნეობა ინდივიდუალისტური და ეგოისტური გახდათ, როცა უდიდეს ბედნიერებას ინდივიდუალისტურ კეთილდღეობაში ვხედავდით და ფუფუნება უაღრეს პირობად მიგვაჩნდა. ამ ცხოვრებისეულ დეტალთა ფონზე ავტორი გვთავაზობს შეფასებას. პიროვნება არ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ღირებულება. მისი ცხოვრება, სიყვარული და სიკვდილი ნაწილია დიდი კოსმიური რიტმისა, რომელიც საუკუნიდან საუკუნეში სვლის და აახლებს არსებობას. ეს უკვე იდეაა, ანუ ხატი, ნიმუში, ვარიანტი ფაქტებისა და მოვლენებისადმი პიროვნების ავტორის შემფასებლური დამოკიდებულებისა. სხვაგან ცეცხლის სარბიელის ავტორი იკვლევს პრობლემას. როგორ მოხდა, რომ ფილოსოფოსების, ჰუმანისტებისა და მგოსნების ერი სალდათების ერად იქცა და ეს მაშინ, როცა ოდესღაც ცისფერი ყვავილი უყვარდა გერმანიას. ეს უმანკოების სიმბოლო. დღეს მის ეროვნულ ბაირაღებს შურისძიებისა და სიკვდილის ფერი ადევს. პუბლიცისტი თავის დამოკიდებულებას იმ გლობალური მოვლენისადმი, რასაც ფაშიზმი ქვია, თავის იდეურ მრწამს შემოვლითი გზით, ისტორიული ანალოგიებისა და ასოციაციური აზროვნების მოშველიებით, ნაცნობ მოვლენათა შედარებით უცნობთან, ახალი ჯერ მიუკვლეველი ჭეშმარიტებისკენ ეფექტურად ცვლის შემოთავაზებით ცდილობს. გერმანელების მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, ამ ხალხში ყოველთვის სისხლის მსნელი მხეცი ცხოვრობდაო. შემდეგ მხეცებმა მიიძინეს დროებით
დღეს ხელახლა გამოძვრენ ბუნაგებიდან, რადგან თოფის წამლის სუნი იყნოსესო. გერონტი ქიქოძე როგორც ჩანს, არ იზიარებს ამ მოსაზრებას, ვინაიდან იქვე დასძენს. ასეთია ერთგვარი პუბლიცისტური ახსნა, მაგრამ ისტორია უფრო მიუდგომელი, მოუფერებელი მსაჯულია, ვიდრე ყოველდღიური საგაზეთო მწერლობა. პუბლიცისტი ავითარებს აზრს, რომ არ არსებობს სხვადასხვა ერების მეტი ან ნაკლები სისასტიკე ან ლმობიერება. გამარჯვებული ყოველთვის შეუბრალებელია, დამარცხებული კი მუდამ სათნოებისა და კაცმოყვარეობის შესახებ საუბრობს, მაგრამ ყოველ ადამიანში ერთნაირად თვლემს ეშმაკიცა და ღვთაებაც. ამ დებულებას აზუსტებს ავტორის რიტორიკული კითხვა. რა ფასი აქვს სათნოებას, რომელიც უძლურებიდან მომდინარეობს? მოიპოვება ხალხი, რომელსაც ძალმომრეობა და ქედმაღლობა არ გამოეჩინოს, თუ კი პირობები უწყობდა ხელს? ავტორს მოყავს რომაელთა მაგალითი, რომლებიც ულმობელნი იყვნენ, მაგრამ როცა სიცოცხლის ძალა და ენერგია ძლიერება წაეგვარათ, მაშინ დაიწყეს ფიქრი მშვიდობაზე. ბერძნული სტოიციზმისა და ეპიკურეიზმის ნიადაგზე ბერძენმა იმპერატორებმა და ბერძენმა მონებმა კაცმოყვარეობისა და სიბრალულის მორალი შექმნეს. ასე თანდათან მიჰყავს მკითხველი პუბლიცისტ უმთავრეს სათქმელთან. ამ ფონზე ცდილობს მე-19 საუკუნის საქართველოს ვითარების ანალიზს. ავითარებს თეზის, რომ პოლიტიკური სისუსტის ხანაში ჩავჭიდეთ ჩვენ ცხელი სამართლიანი კაცობრიობის იდეას, მაგრამ იყო ხანა, როცა ქედმაღალნი ვიყავით, მაშინ გულით ცივ ჰქონდა და მწერლებისა და ქადაგებლების პირით ვამტკიცებდით, რომ ჩვენი ტომი ღმერთის რჩეულია. ამ კონკრეტული მოვლენისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვიდან ავტორი ზოგად კაცობრიულ გლობალურ შეფასებებზე გადადის და იკვეთება პუბლიცისტური წერილის უმთავრესი იდეა, რაც სათაურშივე იყო გაცხადებული. ცხოვრება ცეცხლის სარბიელია, სუსტს ანადგურებს, რათა ძლიერსა და ცხოველმყოფელს ადგილი გაუნთავისუფლოს. თან დასძენს, რომ არც ამ საშინელი რეალობის წინააღმდეგ აღშფოთებას აქვს აზრი, ისევე როგორც მაგალითად ზვავის ან ნამქერის ზნეობრივად უარყოფას. შეიძლება პიროვნების ან საზოგადოების გასამართლება, მაგრამ მთელი ცხოვრება ზნეობრივ დაფასების გარეშე დგას, როგორც ბუნებრივი სტიქიონი, წერს გერონტი ქიქოძე. ამგვარად ლიტერატურული თუ ისტორიული ანალოგიების გამოყენებით, ცნობილ მოვლენათა მეშვეობით უცნობის რთულის არსის ჩვენების გზით, პუბლიცისტურ ტექსტში ხშირად ყალიბდება იდეა, კონკრეტდება ავტორის პოზიცია, თვალსაჩინოვდება საჭირბოროტო მოვლენის ავტორისეული შეფასების ხატი, ნიმუში, ვარიანტი. სხვაგან ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის ავტორისეული გზა, მოსაზრება, იდეა გარკვეულ დასაბუთებას, არგუმენტირებულ მტკიცებას საჭიროებს და აქ უკვე არგუმენტი, როგორც ტექსტის შინაარსობრივი ელემენტი, ემსახურება იდეის დამკვიდრებას, დასაბუთებას, სარწმუნოების უზრუნველყოფას. ფაქტი იდეის კონტექსტში ხშირად ავტორის კონცეფციის მეტყველი გამოხატულებაა. რეალობის ფაქტების განზოგადება იდეის ფორმირებას ემსახურება. ავტორი იკვლევს კონკრეტულ ფაქტს ან ფაქტებს, ეძებს და დაადგენს მათში ზოგად კანონზომიერებას, აყალიბებს იდეას. განვიხილავთ ნიმუს ჟურნალისტ დათო ჭელიძის შემოქმედებიდან. პორტრეტული ნარკვევი არაჩვეულებრივი მუზეუმის ბინადარი ცნობილ თანამედროვე პოეტსა და კოლორიტულ პიროვნებას ახლახან გარდაცვლილ თემურ ჩალაბაშვილს მიეძღვნა. თხრობა მთლიანად რეალურ ფაქტებზე აგებული. ეთნოგრაფიულ მუზეუმად ქცეული ოროთახიანი ბინა თუ უფანჯრო ოთახის მთავარი სასწაული კუთხეში ამოყვანილი აგურის გიზგიზა ბუხრის თავიდან ვინიცის როდის შემოდგმული კვახი გადმოყურებს ამაყად. მას ჩამიჩი უმშვენებს გვერდს და იქვე უკვე ფერშეცვლილ, გახუნებულ, გაუხეშებულ ბროწეულს მოკრავთ თვალს. ერთი სიტყვით, ქართული მიწის მთელი ბარაქა აქ თავუყრილი, რომლის გვერდითაც ფანდურს, ჩონგურს, დოლს, ომარ კელაპტრიშვილის ნაჩუქარ საკუთარ სალამურს, გიტარას დაუკავებია ადგილი. ამ არაშოულებრივად ბუნებრივ ნატურმორს ზემოდან შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, ბარათაშვილი დაჰყურებენ ეულად და სევდიანად აკიაფებული სანთლის შუქზე.
ეს გარემო თავისთავად განაწყობს მის ბინადარ პოეტსაც და მკითხველსაც თემურ ჩალაბაშვილის ცნობილი ლექსის სანთელი მოსასმენად. შენ ციური ხარ, სუსტი, ცდომილი, რომლის არსი ისაა, ბედნიერი ხარ, წვა შეგიცლია. პერსონაჟის გარშემო მისი ცხოვრების სტილი, მიმართება, შეჭირვებულის, დიდისა თუ პატარის, შვილების, დედის, ცის, მიწის, მამულისადმი, ცოცხალი ცხოვრებიდან გადმოწერილი რეალური ფაქტები, თავისთავად აღძრავს ფიქრს და იბადება კონცეფცია, შეფასება, იდეა, პოეტის ცხოვრების კრედოდ, მისეულ პოსტულატებად. გაჭირვებისგან თავის დაღწევა უფრო იოლია ვიდრე ფუფუნებისგან. ერთგულება უკურნებელი სენივითაო ბევრჯერ უთქვამს, ასეთი რამ სჭირს თავადაც. სხვაგან სევდიანია ჩალაბა, თავისი ლექსივით სევდიანი და ტკივილიანია. სიყვარულის კაცია თემო, თავისი ლექსივით სუფთა. ასე მგონია, დედის რძეში შენიერის ყველანი შემთვისებაა შეზავებული. ღამე უყვარს, ღამით ხეტიალი. თუ გინდ ფიქრით, რაქნას პოეტია. ასე რეალიზდება ფაქტები იდეის კონტექსტში და დინამიურად იქმნება პოეტის ემოციურ-ლირიული პორტრეტი, დამაჯერებელი, ბუნებრივი. და ბოლოს, სინამდვილის ფაქტებისა და მოვლენების შეფასების აბსტრაქტული აზროვნების გზით, ფაქტების შინაგან ლოგიკასა და მოვლენის არხში წვდომის, აქედან გამომდინარე დასკვნების შემოთავაზების ბრწყინვალე ნიმუშებს უხვად გვთავაზობს ქართული პუბლიცისტიკის კლასიკოსის ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. პუბლიცისტური შედევრის, ქვათა ღაღადის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იდეათაგანი ასეთია. ერი როგორც კრებული, ისტორიით შედუღაბებულ, ერთ სულ და ერთ ხორცს მკვიდრთა, ყოველი პატიოსნისა და ჭკუათამყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემული იყოს ყოველ შემთხვევაში და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავადხსენება დიდად სათაკილო საქციელია. ამგვარი დასკვნა პუბლიცისტ უამრავი ფაქტის, ერთგვარის გუნდის სომხებისა, ბრალი და ცოდვა ქართველთა წინაშე ჩადენილი, რუსი მწერალი სიანკოვსკი ბრამბეუსად წოდებული და მისი ოპუსები, საქართველოს ისტორიის გამყალბებელი სომეხი პროფესორის პატკანოვის გამოხტომები და სხვა. აი ამ ფაქტების ანალიზის, შეფასებისა და განზოგადების საფუძველზე გამოაქვს და გარდა იმისა, რომ თითოეული მათგანის ქართველი ერისადმი დამოკიდებულებას არქმევს შესაბამის სახელს, შეაფასებს მისეული რკინისებური ლოგიკით, იმავე დროს თავს იზღვევს სომეხ მეცნიერთა ერთი ჯგუფის შესაძლო და მოსალოდნელი პროვოკაციის განცდა, აყალიბებს ერის, როგორც კრებულის ისტორიით შედუღებულ ერთ სულ და ერთ ხორცს მკვიდრთა მიმართ ყოველი პატიოსანი და ჭკუათამყოფელი ადამიანის ღირსეული დამოკიდებულების მარადიულ იდეას, დღესაც და მომავალშიც ანგარის გასაწევსა და გასათვალისწინებელს, რომ ერთი და ორი ადამიანის თუნდაც ჯგუფის, გუნდის ცოდვა არ უნდა გავავრცელოთ მთელი ერის ღირსებად ან ნაკლად. მისი შეურაცხყოფის, გაუპატიურების, როგორც ილია წერს, საბაბად. ილიას მიერ ფაქტების პირუთვნელი ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შემუშავებულ იდეას კლასიკურად შტამბეშტავი და ეფექტური ლიტერატურული ფორმით შემოთავაზებულს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და ამაში მჟღავნდება მისი ძალაც და მნიშვნელობაც და ფაქტების დღევანდელი სოციალური ბუნების ხედვის უნარი წარსულსა და მომავალთან მიმართებაში გააზრებული. პუბლიცისტი ციპკო ლიდში ასეთ საწყის იდეას გვთავაზობს. ყველა საშინელი დანაშაულის ფესვი არა სტალინშია, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების კოლექტივიზაციის საწყის იდეაში. ქვემოთ ავტორი განავითარებს ამ შეფასებას, აკონკრეტებს სათქმელს. პროლეტარიატის დიქტატურას, მმართველი კომუნისტური პარტიის მონოპოლიას მივყავართ ტოტალიტარიზმის ან ავტორიტარიზმისკენ. იქცევა პიროვნებისა და იმავე მშრომელი მასების ახლებური, დაუნდობელი დადგომის იარაღად. ამ მოსაზრებას ავტორი ასაბუთებს საყოველთაო ცნობილი კონკრეტული ისტორიული ფაქტებით. სტალინიზმი, რაკოშიზმი,
მაოიზმი, პოლპოტოვშჩინა, ხოჯერიზმი, ჩაუშესკუთა ოჯახური კლანი, აი იმ პოლიტიკურ მონსტრტას არსებით არასრული ჩამონათვალე, რომლებიც სოციალისტური ევოლუციის იდეებით იკვებებოდნენ და ბოლოს ამ მეტყველი ფაქტების ლოგიკურ მოვლენური კავშირის შედეგი, განზოგადებული დასკვნა, ფაქტი, აზროვნების შედეგი, ფაქტი იდეის კონტექსტში. კომუნისტურმა იდეოლოგიამ 70 წლის მანძილზე იმდენი საშინელება წარმოშვა, რამდენიც ვერ შეძლო 3 საუკუნის განმავლობაში ძველმა კერძო მესაკუთრულმა ცივილიზაციამ. ეს უკვე ავტორის კონცეფცია, ცალსახად გამოკვეთილი ტენდენცია, ფაქტებით დასაბუთებული და დამაჯერებლობა შეძენილი. სწორედ ამას გულისხმობდა შესანიშნავი გადაცემის პოლიტიკური თერმომეტრის ავტორი ბატონი ზაურ ნაჭყებია პოლიტიკური სექტების პრობლემას როცა განიხილავდა. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების თასატეხიცაა იზმებისა და ისტების, ანუ სექტების პრობლემა. იდეის ფორმირების შემდგომი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის არსებითი დეტალები ასახვის ობიექტისადმი ავტორი ჟურნალისტის შემფასებლური დამოკიდებულების გამჟღავნების ექსპრესიულ საშუალებებად გვევლინებიან. მოამაგე დედისათვის ზურგშექცეული შვილის შეფასებას ჟურნალისტი სიმბოლიზებული დეტალის გამოყენებით ექსპრესიულად გვთავაზობს. მსოფლიო კლასიკოსების წიგნებით გადატენილი თაროების ფონზე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ ჩვენ სათაყვანებელ მწერლებს სინდისსა და სიამაყეს კაცობრიობისას სათითაო სილა გააწმესო. ბრძანებს ის. ცალკეულ შემთხვევებში ზესვლა იდეისკენ ხორციელდება პრობლემის არსის გახსნით, მისი მიზერ-შედეგობრივი კვლევის გზით პრობლემის წარმომქმნელ მიზეზთა დადგენა, წინააღმდეგობის ანალიზი არც თუ იშვიათად გამოსავალსაც ვკარნახობს, რაც კონცეფციის იდეის სახით გვევლინება ტექსტში. ჟურნალისტური კლასიკა უხვად გვთავაზობს ამგვარ ნიმუშებს, კვლავ ილიას პუბლიცისტიკას მივმართავთ. ევროპის დიდი და პატარა ონავრები. ეს მომცრო წერილი დიდ სათქმელს იტევს და დღემდე 21 საუკუნის დასაწყისამდე არ კარგავს აქტუალობას. საოცარი სიზუსტით ესადაგება თანამედროვე აქტუალურ პრობლემებს, ჩვენს ამჟამინდელ თავსატეხსა თუ დიდ ტკივილს. მოაზროვნე, ქვეყნის ბედზე მოფიქრალ მკითხველს არ გაუჭირდება პარალელების გავლება, ანალოგიის დანახვა. პატარა პორტუგალია და დიდი ინგლისი აფრიკის კოლონიას ედავებიან ერთმანეთს. იგი კანონით პორტუგალიისაა, უფრო ადრე დაეპატრონა, მაგრამ ერთი მუჭა ქვეყანა და ერთი მუჭა ხალხი რა სათვალავსა და ანგარიშში მოსატანია ევროპისათვის, საცა მარტო დიდ მუშტსა და გრძელ მკლავსა აქვს ხმა და პატივიო, წერს ილია მართალი. ძალა აღმარცხნავს და ამ ძალამ პორტუგალიას ხელი ააღებინა ყოფილ კოლონიაზე, მაგრამ აქ ილიას ერთი მოულოდნელობის ეფექტი აქვს შემონახული. თვით დავით არაბაკი, რომელმაც ეს ამბავი გამოიწვია პორტუგალიაში, მაგდილი არაფერია არც პორტუგალიის და არც ინგლისის სასახელოდ. ერთი კაცმა კითხოს ერთსაცა და მეორესაცა, ნეტა ვისტაბლაზე ჩხუბობენ იმ ქვეყანას, რომელსაც ესენი ერთმანეთს ედავებიან, თავისი კვიდრნი, თავისი შვილები ჰყავს და ან ინგლის რა ხელი აქვს, ან პორტუგალიას. იქაურებს თავისი ქვეყანა თავისთვის უნდათ. აქ მჟღავნდება სათაურში დაშიფრული ირონიაც, თურმე ინგლისისა და პორტუგალიაც ევროპის დიდი და პატარა ონავრები ყოფილან. ავტორი არც იმას ჯერდება, მისი იუმორი სარკაზმში გადადის. სამართალიო იძახის პორტუგალია, ქვეყანაზე რომ სამართალი იყოს, ინგლისაც პირში ჩალას გამოავლებდა და პორტუგალიასაც, მაგრამ სად არის სამართალი? იგი თვალწინ ლამპარსავით უნთია ადამიანს მარტო იმ დრომდე, ვიდრე გახელებული ძალა არ მოვა და ერთი შედერვით არ ჩაუქრობს. ფიქრობთ იდეის, როგორც პუბლიცისტური ტექსტის შინაარსის ელემენტის განსაკუთრებულობას უეჭველს ხდის ზემოთქმულიდან გამომდინარე დასკვნა იმის თაობაზე, რომ სინამდვილის ფაქტებისა და მოვლენებისადმი შემფასებლური იდეური დამოკიდებულება წარმოადგენს პუბლიცისტური მოღვაწეობის ძირითად მახასიათებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ავტორი პუბლიცისტი უნდა გვთავაზობდეს თავის გამოსვლაში სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენის ფაქტის
პრობლემური სიტუაციის შეფასების საკუთარ ვარიანტს, ხაზს, ნიმუშს, საკუთარ ინტერპრეტაციას. უდაოა თეორეტიკოსთა მოსაზრება, რომ პუბლიცისტიკა სწორედ ინტერპრეტაციის ხელოვნებაა. თუ რამდენად ორიგინალურად შემოგთავაზებს, დამაჯერებლად, არგუმენტირებულად დაგვისაფუთებს ამას ავტორი, იმდენად მაღალია მისი პროფესიონალიზმი, იმდენად მიიღებს და გაითავისებს, ირწმუნებს მის ნაღვაწ კითხველი. როგორც ცნობილია, ჟურნალისტის ოსტატობა მნიშვნელოვნად ჟღავდება მის უნარში დააკვირდეს სინამდვილეს, აღიქვას იგი და მეთოდის საშუალებით გადაამუშავოს მიღებული ინფორმაცია მისი შეფასების მიზნით. გააანალიზოს ფაქტები მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობის დასადგენად. ჟურნალისტური ოსტატობა ჟღავდება რა იმით, რომ შევაგროვოთ ნიმუშები ჩვენს მიერ შემოთავაზებული თეზისების შესაბამისად. ჟურნალისტი ისეთ ოპერირებას ახდენს საგნით, რომელსაც სწავლობს, აღწერს და შეაფასებს, რომ ერთეული მოვლენა თავსმოხვეული კი არ იყოს თეზისისათვის, არამედ შეადგენდეს განსაკუთრებულისა და ზოგადის დიალექტიკურ ერთიანობას, კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის იმგვარი კავშირის გამოვლენას, როცა ფაქტს მიღმა იდეა იკვეთება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა ფაქტი იდეის კონტექსტში მოიაზრება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ინარჩუნებს სულა აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ და პირუკო ჟურნალისტიკაში მეცნიერული მეთოდის თვისებებს. ამასთან იძენს გამომსახველობას, ეფექტურ შთამბეჭდაობას, რაც ასე აუცილებელია მასობრივი აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად, მისი დარწმუნება მომხრობისათვის. ჟურნალისტურ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება სიდამბილის შეცნობის ზოგად მეცნიერული მეთოდები, მაგრამ გამომდინარე თავისი სოციალური ფუნქციებიდან, მედია პრაქტიკა ახდენს მათ მოდიფიცირებასაც. როგორც ცნობილია, მეცნიერების ბუნება თეორიულ შემეცნებითია, მისი მეთოდები ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება. ცხადია, ჭეშმარიტების დადგენა სიმართლის პოვნა ჟურნალისტიკაშიც უპირველესი ამოცანაა, მაგრამ პუბლიცისტიკის ბუნება აქსიოლოგიურია, შემფასებლურია და მედია პრაქტიკოსის საბოლოო მიზანი ორიენტირებულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ფასეულობრივ კრიტერიუმთა შემუშავება გამყარებაზე. დიდი გერმანელი სოციოლოგი და მედია თეორეტიკოსი ნიკლას ლუმანის თვალთახედვით, მსოფლიო საზოგადოების კომუნიკაციური ინტეგრაცია მხოლოდ მასმედიების, მასკომუნიკაციის საშუალებებითაა შესაძლებელი. იგი გვთავაზობს ამგვარ განმარტებას. საზოგადოების სისტემა შეგვიძლია დავახასიათოთ ურთიერთხელმისაწვდომ კომუნიკაციურად მიღწევად, განცდათა და ქმედებათა ერთობლიობად. კომუნიკაცია საზოგადოებას ერთმთლიანობად კრავს. აქ უდიდესი როლი ეკისრება მეოთხე ხელისუფლებას, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და არა პირუკო. მარტივად რომ ვთქვათ, რაც გაგვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს. ესაა მთავარი. ჩვენს თავისი ჭეშმარიტი არსით უკეთილშობილეს პროფესიაში. წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესსა და უმნიშვნელოვანეს ასპარეზზე, ძვირფასო კოლეგებო. თქვენ კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ჩემო ერთგულო თანამოდარდე მაყურებლებო. მეგობრებო, ეკრანზე